ჩვენი შემდეგი სასაუბრო თემა არის განათლება. კერძოდ კი პროფესიული განვითარების და კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობები გაუს სასერტიფიკატო კურსებს გაგაცნობთ, რომელიც მოიცავს მოკლებადიან პროგრამებს ცოდნის გასაღრმავებლად და პრაქტიკული უნარების მოპოვების შესაძლებლობასაც იძლევა. მოვიკითხავთ საქმენდილა სტუდიიდან და გავარკვევთ, როგორ ეხმარება გაუს სასერტიფიკატო პროგრამები პროფესიონალებს, რომ კიდევ უფრო კონკურენტუნარიანები გახდნენ ინოვატორები და მზად ახალი გამოწვევებისთვის. დეტალურად ვისაუბრებთ ჩვენს დღევანდელ სტუმრებთან ერთად საქმიან დილაში დღეს მასპინძლობთ თამთა ნიშნიანიძეს გაუს სასერტიფიკატო კურსების ხელმძღვანელი არის საქმიან დილას ეთერში და სულ ცოტა ხანში ასევე სტუდიაში შემოვერთდება გიორგი თაქთაქიშვილიც გაუს მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელს მომასპინძლებს საქმიან დილაში, თუმცა იქამდე მინდა თამთასთან გადავიდე პირველი კითხვით და იმ შესაძლებლობებით, რომელიცაც გაუ აძლევს ადამიანებს პროფესიონალებს იმისთვის, რომ მათ კიდევ უფრო მეტად გაიღრმავონ ცოდნა იმ მოკლებადიანი პროგრამებით, რომელიც უკვე ხელმისაწვდომი არის გაუს აი ამ განათლების სისტემაში. დილამშვიდობისა თამთა და მადლობა სტუმრობისთვის. დილამშვიდობისა, მადლობა თქვენ მოწვევისთვის. რამდენი წელია, რასაც აერთიანებს გაუ მოკლებადიანი პროგრამებს? თითქმის უკვე 20 წელია, რაც ვარ საქართველოს განათლების სექტორში. დავიდან ორი სასერტიფიკატო კურსით, ეს იყო HR-ის კურსი და PR-ის კურსი და დღეს უკვე დაახლოებით 50 სასერტიფიკატო კურსს ვაერთიანებთ. ვცდილობთ მოვიცვათ ყველა ის სფერო, რომელიც საქართველოს ბაზარზე არის მოთხოვნადი. გვაქვს ძალიან ბევრი ისეთი კურსები, რომლებიც არის ექსკლუზიურად მხოლოდ ჩვენ გვაქვს და ესეც განაპირობებს ალბათ იმას ამდენხნიანი გამოცდილება კურსების მრავალფეროვნება, რომ ნდობა სხვადასხვა ორგანიზაციების, სხვადასხვა სექტორების წარმომადგენლების არ წყდება და მუდმივად არის მოთხოვნადი ჩვენი სასერტიფიკატო კურსები. თამთა, რა არის ის მთავარი შედეგი, რასაც თქვენ თვლით, რომ მათ შორის წარმატებით განხორციელდა ესე თუ ის პროგრამა და კურსი, რომელსაც აერთიანებს გაუ და ვისთვის არის ეს კურსები? ვის შეუძლია რომ მიიღოს განათლება გაუს სასერტიფიკატო კურსებზე? ჩვენი სასერტიფიკატო კურსები განათვლილია მათთვის, ვინც უკვე დასაქმებულია და სურს რომ ტრანსფორმაცია განიცადოს, თავიანთ ცოდნა განაახლონ, არ ჩერდებიან და უნდათ რომ უფრო გაიღრმავონ და დაეციონ თანამედროვე მოთხოვნებს, როგორც განათლების, ასევე სხვადასხვა სფეროს არსებულ მოთხოვნებს და არიან ძირითადად როგორც აღნიშნე დაკავებული დასაქმებული ადამიანები, რომლებიც დღის პირველ ნახევარს ატარებენ სამსახურებში და სამსახურის შემდეგ მოდიან და ჩვენთან აგრძელებენ მოღვაწეობას და იღრმავებენ ცოდნას ან თუნდაც იცვლიან თქვათ პროფესიებს და ახალ პროფესიებს იძენენ. გარდა იმისა, რომ დასაქმებულს შესაძლოა გაუჩნდეს სურვილი იმისთვის, რომ გაუს სასერტიფიკატო კურსებზე კონდეს ხელმისაწვდომობა და ისწავლოს, მათ შორის რამდენად არის შესაძლებელი და თუ ყოფილა ასეთი პრეცედენტიც, რომ თავად კომპანიები დაკავშირებიან და დაკავშირებიათ უნივერსიტეტს იმისთვის, რომ მათ თანამშრომლების კვალიფიკაციაზე იზრუნონ და მეტად აამაღლონ მათი ცოდნა. ძალიან ხშირია, თითქმის უკვე გვაქვს ძალიან ესეთი მრავალწლიანი კომუნიკაცია, მჭიდრო ურთიერთობა ბევრ კომპანიასთან, რომლებიც ეტაპობრივად გვიგზავნიან თავიანთ თანამშრომლებს და ცდილობენ, გვანდობენ თავიანთ გუნდის ესეთ ძვირფას წევრებს და ჩვენ ვახდენთ მათ გადამზადებას სხვადასხვა სფეროში. ასევე არის ძალიან ხშირი შემთხვევები ხოლმე, რომ ვეხმარებით ჩვენს კურსდამთავრებულებს დასაქმებაში. ის ადამიანები, ვინც გვენდობიან და უკვე წლებია ნდობას გვიცხადებენ, ძალიან ხშირად მოგმართავენ ხოლმე თხოვნით, რომ გავუწიოთ რეკომენდაცია ჩვენს კურსდამთავრებულებს, წარმატებულ კურსდამთავრებულებს და რა თქმა უნდა, ამ ვაკანსიებს თუ შემოთავაზებულ სამუშაო ადგილებს მე ჩვენ უკვე ჩვენს ბაზაში ვავრცელებთ ხოლმე და ვეხმარებით მათ ახალი სამსახურის შექმნაში. მადლობა თამთა საინტერესო პასუხებისთვის. დარწმუნებული ვარ ჩვენი ეთერის შემდეგ კიდევ უფრო მეტი დაინტერესდება გაუს სასერტიფიკატო კურსებით. ამასობაში გიორგი თაქთაქიშვილიც შემოვერთდა საქმიან დილას სტუდიას გაუს მარკეტინგის დილანშვიდობისა გაუს მარკეტინგის ხელმძღვანელი არის ჩვენთან ერთად და გიორგი, ვიდრე შემგვერთდებოდი, ვისაუბრეთ იმ მასშტაბებზე, რაზეც გავიდა ამ 20 წლიანი პერიოდის განმავლობაში გაუ იმ მოკლებადიანი პროგრამებით და სასერტიფიკატო კურსებით, რომელსაც თავაზობს სტუდენტებს, დასაქმებულ ადამიანებს და კომპანიებს მათ შორის.
თანამშრომლების მეტად კვალიფიკაციის მეტად ასამაღლებლად. შესაბამისად, როგორც ვიცით და BMG-ს აქვს ამ მიმართულებით ინფორმაცია, საჭიროებს უკვე გადახედვასაც იმ ფილოსოფიისა და იდეისა, რომელსაც გაუ 20 წლის განმავლობაში ახორციელებდა. რას გულისხმობს რებრენდინგი, რომელსაც და ის სიახლეები, რომელსაც გაუნერგავს ყოველწლიურად და 2026-ით ამ მხრივ გამორჩეულია. ძალიან დიდი მადლობა შესაძლებლობისთვის BMG-ს. დიახ 20 წლის თავზე გადავწყვიტეთ, რომ განსაკუთრებით სასერტიფიკატო ცენტრი განახლებული სახით, განახლებული ფილოსოფიით წარსდგეს აუდიტორიის წინაშე და ძალიან მალე ახალი კამპანია განახლებული შესაძლებლობები გვექნება და მინდა ჩვენს მსმენელს უთხრა მათ, ვინც ესე რომ ვთქვათ, ცოდნის მაძიებელია, პროფესიული ცოდნის, განვითარების პროგრესის მაძიებელია, თვალიადევნოს გაუს სასერტიფიკატო პლატფორმის გვერდს, ძალიან ბევრ სიახლეს შეიტყობს. ჩვენი ფოკუსი ახალი ფილოსოფიით სწორედაც გადაწყვეტილებებს ეფუძნება, რადგან გვჯერა, რომ პროფესიულ ცხოვრებაში მთავარია სტრატეგიული, ეფექტური და შედეგზე ორიენტირებული გადაწყვეტილებები და ხედვა, რაც მთავარია, თუ როგორ შეიძლება დავაკავშიროთ სხვადასხვა წერტილი ერთმანეთს. ჩვენი მთავარი შთაგონება, როდესაც ამ ფილოსოფიაზე მუშაობდით, იყო სწორედაც სტივ ჯობსის ფილოსოფია წერტილების დაკავშირებით და სწორედაც ფიქრობთ, რომ ჩვენს კურსებზე, რომელსაც ძალიან დიდი გამოცდილება დაუგროვდა და არის ბაზრის ლიდერი, ძალიან მნიშვნელოვან პროფესიულ და პრაქტიკულ ცოდნას აერთიანებს, სწორედაც აღვჭურვავთ იმ გადაწყვეტილების მიღების ინსტრუმენტებით, რომელიც მათ ცხოვრებაში და პროფესიულ ცხოვრებაში აღვჭურვავთ, ესე ვთქვათ, გამარჯვებების მომტანი, ესე ვთქვათ, გზებით. ესე იგი, იმდენი ვირბინე, რომ თან გულიაომი ვარ და ცოტა ვერ ვსწრებ. საცობები არის დედაქალაქში ტრადიციული. ვერ და ვერ მოგვარდა, დიახ. ჩვენ ვსაუბრობთ დღეს იმ კურსებზე, რომელთა ხელმისაწვდომობა ძირითადად დასაქმებულებისთვის არის ხელმისაწვდომი, მნიშვნელოვანი მათი კვალიფიკაციის ასამაღლებლად. თუმცა, გამომდინარე ამ დასაქმებული ადამიანების დროის სიმწირისა, ამ ხრივაც ალბათ გაუს აქვს გადაწყვეტილება, მათ შორის მიღებული იმისთვის, რომ აი ეს დრო ოპტიმალურად მოარგოს ამ ადამიანებს და შესაბამისად კურსები ამ ხრივ როგორ არის მოწყობილი უნივერსიტეტში. თუმცა ძალიან მოქნილია, ხო, აი თამთა გეტყვის ამასთან დაკავშირებით. მეორე ნახევარში რა თქმა უნდა. 7-8 ნახევარზე, ანუ ვართ მორგებულები მათ სამუშაო გრაფიკს, რომ მათ ესე საცობების გათვალისწინებითაც კი შეძლონ და დაესწრონ ამ ხანდახან გვიშლის ხოლმე. ხან ისინი აგვიანებენ, ხან ჩვენ ველოდებით ცოტა 10-15 წუთი და ვახერხებთ იმას, რომ არ მოაკლდეთ მათ ეს დროის დეფიციტის გამო და სრულყოფილი ცოდნა მიიღონ ჩვენთან. სიახლეები რას შეიძლება ვუთხრათ ჩვენს მაყურებლებს იმ ადამიანებს, ვისაც სურთ ახლა ჩაერთონ სასერტიფიკატო კურსებში და იმ პროგრამებში, რომელიც ძალიან ხანმოკლეა და ძალიან ღრმა ცოდნას იღებენ გაუს პროფესიონალების მხრიდან. რა სიახლეებით შემოდიხართ 2026-ში ამ მიმართულებით, თუ არის რაიმე ასე? საკმაოდ მრავალპროფილური იქნება და არის ჩვენი შეთავაზებები, როგორც თამთა მახსენა მგონი გადაცემის დასაწყისში 50-მდე კურსი გვაქვს წარმოდგენილი, რაც ფაქტობრივად ფარავს ბაზარზე არსებულ ყველა ძირითად ტრენდს. ეს იქნება ჰუმანიტარული, ტექნიკური თუ ციფრული მიმართულებით. ჩვენ შარშან დავიწყეთ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი განსაკუთრებით ტურიზმის მიმართულებით და ვართ ერთ-ერთი მოწინავე, ესე რომ ვთქვათ, საგანმანათლებლო პლატფორმა ამ კუთხით და თქვენს ეთერში გქონდა პრეზენტაცია და მადლობა, ეს ძალიან წარმატებული კურსი აღმოჩნდა და ამაზე დაფუძნებით ჩვენ მომავალში გეგმავთ, რომ ამ მიმართულებით სკოლაც კი დავაფუძნოთ, იმდენად საინტერესო გამოცდილება გროვდება, თამთა ახსენებდა, გაუს ბაზარზე აუცილებლად, თამთა ასევე ახსენებდა, რომ ჩვენ არა მარტო ვამზადებთ და ახალ ცოდნას ვაძლევთ ცოდნის მაძიებლებს, არამედ პროფესიონალებსაც გადავამზადებთ ხოლმე და ეს ძალიან მნიშვნელოვანი. რაზეც ალბათ ეს კომპანიები რო გიკავშირდებიან, შემდეგ კიდე ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდა განსაკუთრებით ტურიზმის მიმართულებით, სასტუმრო კომუნიკაცია ივენთ მენეჯმენტის მიმართულებით, ამ მიმართულებით ღვინის ტურიზმის მიმართულებით, თუ ვინმე საინტერესებს, გვაქვს უნიკალური განსხვავებული საერთაშორისო ექსპერტების მიერ გაწერილი კურიკულუმები და შეუძლიათ ჩვენს პლატფორმაზე, ყველა ჩვენს პლატფორმაზე ნახონ, ესე რომ ვთქვათ, ეს პროგრამები. ყველა კურსი შემუშავებულია საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით, გვაქვს ძალიან ბევრი სასერტიფიკატო კურსები სამშენებლო მიმართულებით, გვაქვს გაყიდვები, გვაქვს ინტერიერის დიზაინი, გვაქვს PR-ი როგორც აღნიშნა და HR-ი ეს ჩვენი ძირძველი კურსებია. ავიც მიმოვიცავთ თითქმის ყველა სფეროს, რაც შეიძლება რომ ადამიანს გაუჩნდეს სურვილი და გაიღრმავოს. და როგორც დავიწყეთ ჩვენ 20 წლის წინ გაუს სასერტიფიკატო კურსებმა, ეხლა თამთა მახსენა HR-ისა და კომუნიკაციების მიმართულებით გაუს ლეგენდარული PR სკოლა, მგონი კომუნიკაციების, ესე რომ ვთქვათ, პროფესიონალი არ არსებობს ხო ქვეყანაში, რომელსაც ეს სკოლა, მათ შორის მეც გავლილი არ აქვს. 2000-ზე მეტი სტუდენტი ყავს კურსი დამთავრებული PR სკოლაში, 55 ნაკადი გაუშვით PR სკოლაში და მე მგონი ეს არის რაღაცა რეკორდი. იმიტომ რომ სასერტიფიკატო კურსები როგორც წესი
უმრავლესი მალე ამსრულებენ ხოლმე კი და რამდენ ხანს გრძელდება? ჩვენ საუბრობთ ხანმოკლე კურსებზე, თუმცა რამდენ ხნიანია, რას გულისხმობს ეს ხანმოკლე კურსი? ხანმოკლე კურსი არის ერთთვიანი კურსი, გვაქვს 4-თვიანი, 5-თვიანი, 7-თვიანი კურსი თქვენია და გაუთავაზობს თავის მომხმარებელს ძალიან მოქნილ გადახდის პირობებს, არ გვინდა რომ ფინანსური საკითხები იყოს ბარიერი ცოდნის ვერ მიღების, ამიტომაც გვაქვს ხოლმე ეტაპობრივი გადახდის შეთავაზება სტუდენტებთან და ვაძლევთ მათ საშუალებას ასევე განვადებით თანამშრომლობთ სხვადასხვა ბანკებთან და ვაძლევთ ყველას, ვისაც უნდა რომ გაიღრმავოს ცოდნა და ყურია ცოდნა, ასე რომ ვთქვათ, მოვიდნენ ჩვენთან მიიღონ ეს განათლება. სწრაფად ცვალებად სამყაროში მოქნილი გადაწყვეტილებებია მნიშვნელოვანი, ამიტომ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ჩვენი თეორიული და პრაქტიკული ცოდნა ისეთ მოქნილ გრაფიკში ჩავატიოთ, რაც მათ კონკრეტულ ცოდნას მისცემთ პროფესიული ტრანსფორმაციის გზაზე. შეგვიძლია გამოვარჩიოთ კურსი, რომელიც დღეს ყველაზე მოთხოვნადი და რომელსაც თავაზობს გაუ? იცით რა, ბაზარზე იცვლება ძალიან მოთხოვნები ხოლმე. ხანდახან არის რომ რაღაც პარალელურ რეჟიმში გვაქვს 4-5 კურსი ერთი და იგივე სეგმენტის და გვაქვს რაღაცა კურსი, რომ აი პერიოდში რაღაცა არ არის მოთხოვნა, ამაზე ჩვენ ძალიან ისე ცოცხალი ორგანიზმი ვართ და რეაგირებთ ხოლმე. მე სუბიექტური ვიქნებით, ამიტომ მარკეტინგული კომუნიკაციების კურსია ტურიზმში, რომელშიც მე ვკითხულობ ლექციებს, საინტერესო ველოდებით. მშენებლობის მენეჯმენტის კურსი რაც მახსენდება, ძალიან ბევრი Facebook-ზე იმდენი არის შემოდის. როგორი მოთხოვნა არის და საინტერესოა ამ ხრივაც გამომდინარე იქიდან რომ გაუ მუდმივად ფეხს უწყობს თანამედროვე ტენდენციებს როგორც მოთხოვნიდან გამომდინარე ასევე თავისთავად ტექნოლოგიურითაც იმიტომ რომ სხვანაირად უბრალოდ დღეს არ შეიძლება ისეთ პერიოდში ვართ რომ ტექნოლოგიები არ და ვერ გამოიყენო ხელოვნური ინტელექტი თუ ცვლის სასერტიფიკატო კურსებზე ხელმისაწვდომობასაც და საინტერესოა გამომდინარე საქართველოს გეოგრაფიიდან რეგიონებში მაცხოვრებლებისთვის რამდენად ხელსაყრელია ეს პროგრამები და თუ არის ასეთ მსგავსი ან ხედვა რომ ონლაინაც იყოს კი ბატონო კოვიდმა მოგვცა მაგის მოცდილება და არაერთი კურსი გვაქვს ჩატარებული ონლაინ პლატფორმაზე, მაგრამ ეს კურსები იმდენად პრაქტიკულია, რომ ძირითადად ვაკეთებთ ამ კურსებს ოფლაინ, სასერტიფიკატო კურსები არის თითქმის ყველა გაუს ძირითად კამპუსში ტარდება და ჩვენი თვითონ ლექტორებიც გამოირჩევიან იმით, რომ არიან პრაქტიკოსები, ისინი არიან დასაქმებულები თავის სფეროში, რასაც კითხულობენ, არიან ერთ-ერთი გურუები ამ სფეროში და მოდიან და მერე თავის გამოცდილებას უზიარებენ მსმენელებს. ეს არ არის თეორიული კურსი იმდენად, რამდენადაც უფრო პრაქტიკული კურსია, ამიტომაც კი ბატონო, აბსოლუტურად. რაც შეეხება ხელოვნური ინტელექტის პრაქტიკული გამოყენების ინსტრუმენტები, აუცილებლად უკვე ინტეგრირებულია ჩვენი განსაკუთრებით კომუნიკაციების კურსის ნაწილში ეს ამის ათვისების შესაძლებლობა აუცილებლად ექნება ჩვენს მსმენელებს. და რაღაც კურსებზე იკითხება როგორც ერთ-ერთი მოდული AI. წარმატებები და დიდი მადლობა. მადლობა თქვენ. სტუმრობისთვის. მადლობა თქვენ რომ იყავით ჩვენთან ერთად. გიორგი თაქთაქიშვილს მასპინძლობდით, გაუს მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელი იყო საქმიან დილაში და ასევე ვუმასპინძლეთ თამთა ნიშნიანიძეს, გაუს სასერტიფიკატო კურსების ხელმძღვანელი იყვნენ საქმიან დილას ეთერში.